მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ბექამ რუანიძე. როგორც წინა ვიდეოში გითხარით, საუბარი მექნება Led Zeppelin-ზე, როგორც ლონდონის და არა მარტო ლონდონის მსოფლიო როკ კვარტეტზე. 1965 წელს ჯიმი პეიჯმა და პიტერ გრანტმა გადაწყვიტეს, რომ ლონდონში ისინი ვერ ნახავდნენ ვოკალისტს, გამომდინარე იქიდან, რომ მათ სასურველი ვოკალისტი უბრალოდ ვერ იპოვეს. და ისეთი ვოკალისტები ლონდონის ცნობილი ვოკალისტები როგორებიც იყვნენ მაგალითად ტერი როუდი, კრის ფარლოუ, ჯოკო კერის, ფლეტფუდ მეკი და ასე შემდეგ, ესენი იყვნენ ყველანი დაკავებულები და Small Faces ლიდერი სტივ მერიოტი იქცა იმ ადამიანად, ვინც მათ ურჩია ძალიან სერიოზული ვოკალისტი, რომელიც ბირმინგემის კლუბებში გამოდიოდა, რომელიც გარეგნობით გავდა ბერძნული მითოლოგიის გმირს. ეს გახდათ რობერტ ენტონი პლანტი, სწორედ მასზე მექნება საუბარი. რობერტ ენტონი პლანტი ბირმინგემში პირველ რიგში, როგორც ინგლისის სამრეწველო ქალაქში, კლუბებში სიმღერის დროს იმით გამოირჩეოდა, იყო ძალიან მაღალი, ოქროსთმიანი, ძალიან ძლიერი ვოკალით და მის ცნობილ ჯგუფში Band of Joy-ში უკრავდა ძალიან ცნობილი ბარაბანშიკი იმ დროისთვის, რომელიც მოგვიანებით იქცა Led Zeppelin-ის ბარაბანშიკად, ჯონ ჰენრი ბონემზეა საუბარი, ისინი მეგობრები გახდათ და ოქსფორდ სტრიტიდან სტივ მერიოტის დაჟინებით პიტერ გრანტმა გადაწყვიტა, რომ დეპეშა გაეგზავნა რობერტ ენტონი პლანტისთვის, რათა ისინი შეხვედროდნენ ძალიან ცნობილ კლუბ მარკიში. როგორც გითხარით, 1965 წელს, როგორც მოგვიანებით რობერტ ენტონი პლანტი გაიხსენებს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ინგლისს სტუმრობდა ძალიან ცნობილი ბლუზის ლეგენდა სონი ბოი უილიამსონი და ძალიან უცნაური და საინტერესო ფაქტია, რომ ისეთი ფანატი იყო რობერტ სონი ბოი უილიამსონის რობერტ პლანტი, რომ გადაწყვიტა ერთხელ კულისებში ჩუმად შემძვრალიყო და თავისი ტუჩის გარმონი მოეპარა. რის შედეგადაც მათ შორის მოხდა დაპირისპირება და რობერტ პლანტი გაილახა, თუმცა მას რა თქმა უნდა მის კუმირზე აზე არ შეუცვლია და 1965 წელს, როგორც აღნიშნე და ვაგრძელებ, პიტერ გრანტი და ჯიმი პეიჯი ეწვია მარკი კლუბს, სადაც გამოდიოდა, როგორც ვთქვით, Band of Joy და ფაქტიურად გაოგნებული და შოკირებული დარჩნენ რობერტ პლანტის და ჯონ ბონემის გამოსვლით.